აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. განიხილეს 2017 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომებზე განსახილველ საკითხთა და პრაქტიკულ ღონისძიებათა ნუსხა. მათ შორის აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების პროექტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა, დობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, დევნილთა საქმეების, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტებმა წარმოადგინეს გასულ წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2017 წლის სამუშაო გეგმა. ანგარიშთან დაკავშირებით თანამომხსენებლებმა მთავრობის წევრებს წარუდგინეს მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და აღინიშნა, რომ საჭიროა ოპტიმიზაციის პროცესის გაგრძელება. მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს ანგარიშები მადამით დაქვემდებარებული უწყებების მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. საუბარი იყო პრობლემებზე, ასევე დაიგეგმა 2017 წლის პრიორიტეტები, სადაც ხაზგასმით აღინიშნა დევნილებზე ორიენტირებული პროგრამების აუცილებლობა. ამასთან საუბარი იყო აფხაზური ენის პოპულარიზაციაზე. იყო წინადადებები, რომ საკონკურსო საატესტაციო ასე ვთქვათ მოთხოვნებში ჩაიდოს აფხაზური ენის ცოდნის აუცილებლობა. ამასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, თუმცა გადაწყდა, რომ მომზადდეს საკითხი შემდგომი განხილვისათვის. გამოიკვეთა ერთი ძალიან სერიოზული წინადადება, რომლებიც წამოაყენეს თანამომხსენებლებმა, რომლებიც ამ შემთხვევაში იყვნენ ჩვენი აპარატის წარმომადგენლები და სწავლობდნენ ამ ანგარიშებს. თითქმის ყველა წინადადებაში, რეკომენდაციაში გაჟღერდა სტრუქტურების შემდგომი რეორგანიზაციის საკითხი, ოპტიმიზაციის საკითხი. მიუთითეს, რომ უფრო მეტად და გაბედულად უნდა მუშაობდნენ მონიტორინგის სამსახურები ჩვენ სამინისტროებში. მიუთითეს იმაზე, რომ მეტი ყურადღებას საჭიროებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობა, რომლებიც ძალიან ბევრია კულტურისა და განათლების სამინისტროში და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. იქ არის ძალიან სერიოზული რეზერვი საქმიანობის სრულყოფისა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაუბრუნდებით ამ საკითხს, რათა უფრო კონკრეტული, ეფექტური და მიზანმიმართული გავხადოთ ჩვენი სტრუქტურების საქმიანობა.